გამარჯობა, პატრიცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია მორგი გადაცემა აგრარული და რეგიონული პოლიტიკა. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს გიორგი კუტათელაძე, რომელიც არის მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელსაც ქვია სოლიდარობა. ძალიან ხშირად არის ხოლმე საუბარი, როდესაც უღრმავდებით, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის საკითხებს, რომ რამდენად დიდია წნეხი გადასახადების კუთხით, ასე ვთქვათ, საგადასახადო ტვირთის კუთხით. როდესაც რეგიონებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მაშინვე გვხვდება საკითხი, რომელიც ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, აქაც ხშირია, ასე ვთქვათ, ეს კითხვები, რა გადასახადებს ვიხდით, მოკლედ, მე მინდა რომ დღევანდელ დღეს ჩვენ გიორგისთან ერთად ჩაუღრმავდეთ იმ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოშია დღეს მოქმედი. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ნაკლები წნეხი, ვართ ძალიან ლიბერალურები, ასე ვთქვათ, გადასახადის აკრეფის თვალსაზრისით. თუმცა ერთი მხრივ თუ დავაჯამებთ, ესე ვთქვათ, კონსოლიდირებულად ყველა გადასახადებს, შეიძლება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე ნაკლები იყოს გადასახადი, მაგრამ თუ სიღრმეებში წავალთ, თუ გავაანალიზებთ, თუ ნახავთ, ესე ვთქვათ, დიფერენცირებულობის, პროგრესულობის ნაწილს და მას ავხსნით ჩვენ საუბარში რა რას ნიშნავს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თლათ ისე, ესე ვთქვათ, ლიბერალური გადასახადები არ არის, განსაკუთრებით ეს ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, ჩვენ ფაქტიურად დიდი ბიზნესიც და მცირე ბიზნესიც ერთი და იგივე პირობებში გვყავს მოქცეული, თუმცა არის იქ განსხვავებები, მაგაზეც ვიტყვით ჩვენ იქ 30,000-მდე ბრუნვა საერთოდ რა ბიზნესია მე ვერ ხვდები, მაგრამ არის იქ 30,000-მდე, არის 500,000-მდეც გარკვეული შეღავათები, თუმცა როდესაც ევროპულ გამოცდილებას უღრმავდებით, ჩვენ იქ ვხედავთ, რომ საგადასახადო ტვირთი არ არის მთლად ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ, ასე ვთქვათ, რეალობაში და იქ სხვა ფაქტორები მუშაობს, სხვა ტიპის დაფინანსებები აქვს, სხვა ტიპის მხარდაჭერა აქვს, სხვა ტიპის დაცულობა აქვს, სხვა ტიპის ბაზრებზე წნომა და ასე შემდეგ. მოკლედ მე შევეცდები, რომ გავშალოთ, ასე ვთქვათ, ჩვენ თემა და ესე გასაგებად, ნელ-ნელა იერარქიულად გავყვეთ, ასე ვთქვათ, ჩვენ საკითხებს. მადლობა ბატონო გიორგი, რომ ეს ჩვენი სტუმარი ხართ და გისმენთ თქვენი სათქმელი. კი, აუცილებლად, ესე იგი, გეუბნებით 1992 წლიდან მე ვარ წარმოებაში, ქართულ წარმოებაში. ვარ პროფესიით ფარმაცევტი, მათემატიკოსი და მაქვს ჩემი გამოგონებები, რომლის კვალობაზეც ვამუშავებ 1992 წლიდან წარმოებებს. დამფუძნებელი ვარ პირველი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ფარმაცევტული საწარმოსი, ფიტოსაწარმოსი, რომელიც მცენარეული ნაყენებს აწარმოებს და 1996 წლიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი კოსმეტიკური ქართული წარმოების და შამპუნის სტიმულიტი ალბათ გაიგონიათ, ჩემი ავტორობით გამოდის. საკმაოდ პოპულარული შამპუნია, მთელი ახალგაზრდობა იყენებს ამ საშუალებას. საქმე რაშია იცით, რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის მთელი ჩემი ახალგაზრდობა შევწირე ქართულ წარმოებას და აი იმ პერიპეტიებს, რაც არის ჩვენი საგადასახადო სისტემა. მე უცხოელებთანაც მქონდა ურთიერთობა, ისინი აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხისტი და მოუქნელი საგადასახადო სისტემა არის ჩვენი სისტემა, რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ საერთოდ კომპანიას განვითარდეს. და ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი დავჭირდა განვითარებისთვის, აბსოლუტურად ჩვენი სახსრებით ვითარდებით, თითქმის არ გამოგვიყენებია კრედიტები, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, ეს კრედიტები როგორი კაბალურია ჩვენთან. თითქმის 30 წელი დავჭირდა, რომ რაღაცა დონემდე, რაღაც კონდიციამდე მიგვეყანა კომპანია. არ ვიცი, ძნელად თუ მოიძებნება ვინმე ისეთნაირად ჩახედული, პირველად ხომ გეუბნებით გამსახურდიას მთავრობა, რომ ესე იგი გააქციეს, იქიდან დაწყებული, მაშინ ეს რო იყო პირველი გამგებლობა და ესე იგი პრეფექტურა რო დაშალეს, მაშინ შემოიღეს თუ გახსოვთ მრავალდარგოვანი ფილმები, იყო ასეთი მრავალდარგოვანი სტატუსი. მაშინ არ იყო შეზღუდული პასუხების საზოგადოებები, სააქციო საზოგადოებები, ან ყველას შეეძლო რომ გაიხსნა ეს მრავალდარგოვანი ფილმა, ჩვენც გქონდა ასეთი მრავალდარგოვანი ფილმა.
და პრაქტიკულად მაშინდელი განაკვეთები რაც იყო, ის მოგზდევს დღესაც. და საკმაოდ ისეთი განაკვეთებია ეს. აი განსაკუთრებით მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო დღგზე და საშემოსავლოზე. აი საშემოსავლოს თემა ავიღოთ მაგალითად დღეს აბსოლუტურად ყველა კომპანია, ყველა პიროვნება პატარა ხელფასს იღებს, პატარა შემოსავალს იღებს თუ დიდს იღებს 20%-ით იბეგრება. და ჩვენ მთელი წლების მანძილზე ვაჟღერებთ იმ თემას, რომ რაღაცა დიფერენციაცია უნდა მოხდეს საშემოსავლოს კუთხითაც. აი ამ სიღარიბის ფონზე, აი ამ გაჭირვების ფონზე. ეხლა ჩვენ თუ შევედრებით გერმანიას, იქ შეიძლება გითხრან, რომ იმათ ძალიან მაღალი საშემოსავლო გადასახადები აქვს, თუ შევეძლებთ შვეიცარიას, დანიას და სხვა განვითარებულ ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ეს ასეა და მათი ესე იგი ამ ოჯახების, ამ ქვეყანაში მაცხოვრებლი ოჯახების ბიუჯეტი უძლებს ამას, იმიტომ რომ ხო გეუბნებით არიან ქვეყნები იქ ევროპაში, რომელსაც საერთოდ 300 წელი ომი არ გადაუტანიათ და გრევა არ განუცდიათ და ჩვენ თუნდაც პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდგომაც რამდენი ესე იგი პრესი განიცადა ჩვენმა ოჯახებმა. ამიტომ ყოველთვის ჩვენი ასოციაცია ყურადღებას ამახელებდა იმ თემაზე, რომ უნდა მოხდეს ესე იგი აი ამ გადასახადების გაფორმანურება იმ კუთხით, რომ უნდა მოხდეს დიფერენციაცია. და შემოვიარეთ აი ესეთი ნიხრი, აი ამჟამად ჩვენ ვამბობთ, რომ რადგანაც ყველა ესე ჩუმად არის და განსაკუთრებით მაღალი ხელფასის მატარებელი ადამიანები, რომლებიც უფრო ესე იგი ჩინოვნიკებს წარმოადგენენ თქვათ და დაკავებულები არიან ისეთ სფეროებსაც არის ეს მაღალი ანაზღაურება, გვაქვს ასეთი შემოთავაზება, რომ ეს 20% 2000 ლარზევით დარჩეს 20%. მაგრამ აი ქვევით კიბისებურად შეიძლება ჩამოვიდეთ დაბლა. აი თქვათ 1500-დან 2000 ლარამდე, ნუ ეს განაკვეთები რა თქმა უნდა პირობითად არის, ამის გადათამაშება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მე პრინციპს ვამბობ, რომ ესე იგი 2000 ლარს ქვევით, ან შეიძლება ეს იყოს 3000 ლარს ქვევით, მოხდეს გრადაცია, ესე იგი დაბეგურის გრადაცია. აი ამ მომენტისთვის აი ესეთი შეთავაზება გავაჟღერეთ ჩვენ რამოდენჯერმე 2000 ლარს ზევით დარჩეს საშემოსავლო 20%, ხელფასის დაბეგურაზე აქ ლაპარაკი და 2000 ლარს ქვევით 1500 ლარამდე, ანუ 1500-დან 2000 ლარამდე იყოს 15% გადასახადი. შემდეგ ჩამოდივართ ქვევით 1000 ლარიდან 1500 ლარამდე იყოს 10% და 1000 ლარს ქვევით იყოს 5%. ეხლა რა ხდება, რა ფისკალური ეფექტი იქნება აი ამას სახელმწიფოსთვის. ადამიანებისთვის ის იქნება, რომ რაღაცა შეღავათები იქნება და თქვა ის პედაგოგი, რომლის ხელფასი მეყობს 1500 ლარს ქვევით და ზოგს 500-600 ლარი აქვს ხელფასი, იმიტომ რომ თქვა არა აქვს იმდენი საათები, განსაკუთრებით ახალგაზრდა პედაგოგები, ეს შეღავათიანი დაბეგურა მათ ხელშეუწყობს იმ კუთხით, რომ რაღაცა თანხები დარჩებათ ყოველდღიური არსებობისთვის. 1000 ლარამდე ქვევით ბეგარაზე მაქვს ლაპარაკი ბატონ გოჩა. ესე იგი ასეთი ვითარება არის. აი ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი შეჭირვებული არის დღეს დახმარებებზე. მაგრამ სამწუხაროდ აი ეს კატეგორია ადამიანების ზოგიერთი მაინც მუშაობს, სადღაც იღებს ხელფასს, შეიძლება ეს ხელფასი და დაბეგურა არ იყოს ესე იგი მუდმივი, ზოგი მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, ზოგი ერთჯერადად იღებს თანხებს და რატომღაც არც ფირმები არიან დაინტერესებული ამის გამოვლენით და არც თვითონ ეს პიროვნებები. რატომ? იმიტომ რომ ეს პიროვნებები ამბობენ, რომ აი მე იცით რომ ეს რო გავამჟღავნო, მაშინ დახმარება მომეხსნება. ამიტომ ესეთი გარიგებასავით ხდება. ფირმებს არ აწყობთ ამის ესე იგი გამჟღავნება იმის გამო, რომ ამ მომენტისთვის 20%-იან გადასახადს იღდიან და ეს მათთვის საკმაოდ დიდი გასავალია. ამიტომ მათ ურჩენიათ, რომ რაღაცა გარიგება მოხდეს, იმანაც არ გაამხილოს, რომ იღებს ამ თანხას, არც ფირმამ გაამხილოს და ეს თანხები, უზარმაზარი თანხები ბიუჯეტსაც აკლდება და ამავე დროს მთელი ესე იგი კასტა არის პიროვნებების, რომლებიც რეალურად ჯანმრთელები არიან, მუშაობენ, შეუძლიათ მუშაობა და ამავე დროს დახმარებებს იღებენ და პრაქტიკულად მათ არ ეკუთვნის დახმარება. ამიტომ თუ მოხდება აი ამ გრადაციების შემოტანა და 1000 ლარს ქვევით თუ იქნება საშემოსავლო ხელფასის 5%, მაშინ კომპანიაც უფრო გაბედულად
გაამჟღავნებს ამ ხელფას, გასავლებს თავის, ესე იგი საშემოსავლო ამ გასავლებს, ხელფასის გასავლებს ასახავს და ბეგრავს კიდევაც 5%-ით და კომპანიისთვის ის მოგებაა, რომ აი ეს ხელფასის თანხები მოხდება ხარჯებში. სახელმწიფოსთვის ის მოგებაა, რომ ის 5% რეალურად შევა ბიუჯეტში და ამავე დროს სტატისტიკა გახდება რეალური. ანუ ის პიროვნებები, რომლებიც არ ჩანდნენ, გამოჩნდებიან და აღმოჩნდება, რომ მოცემული პიროვნება ჩამოკიდებულია ამ საერთო გაჭირვებულთა კალათაზე და 5-6 ადგილზე მუშაობს და იღებს თანხებს და ამავე დროს დახმარებას იღებს, საბოლოო ჯამში გამჟღავნებული იქნება და ჩამოშორდება ამ კალათას. და საკმაოდ დარჩება ამის გამო კალათაში ის თანხები, რომელიც გადანაწილდება ნამდვილად გაჭირვებულებზე. ანუ ადამიანებზე თქვათ, რომლებიც თქვათ მარტო ხელა დედებს, რომელთაც არ შეუძლიათ პატარა მცირეწლოვან ბავშვებს ზდიან და არ შეუძლიათ ესე იგი გარეთ გასვლა საერთოდ და მუშაობა, იმიტომ რომ პატარა ან ის ვინც ავადმყოფს უვლის, თვითონ ეს ავადმყოფები, რომლებიც ბიჯაჭულები არიან საჭოს, ესე იგი შეზღუდული შეძლებლობებს მქონე ადამიანები, რომლებიც მართლა ვერ მუშაობენ, ხო? ამიტომ მათი ესე იგი თანხები, მათთვის გასაწევი თანხები სახელმწიფოს უფრო დარჩება და ეს თანხები, ეს ალოკაციური თანხები მოხდება ესე იგი მათ ესე იგი დახმარებების სახით. კი ბატონო, მოდით მეც ჩავერთვები. კი, გასაგებია ეს შემოსავლო, მე თავში ვახსენე, რომ დიფერენცირებული უნდა იყოს, ამას პროგრესირებად გადასახადად იცნობს მთელი მსოფლიო. ნებისმიერ ქვეყანაში, უმეტეს ქვეყნებში, ასე ვთქვათ, ეს ამ ფორმით არის, რომ მზარდია და ვისაც მაღალი აქვს შემოსავალი, ის მეც იხდის. ნახეთ, თვითონ ის მომენტი ახლა რაც თქვენ თქვით, რომ აი სოციალურად დაუცველი მუშაობს, ამას მეტი ადმინისტრირება უფრო მეტად ჭირდება, ვიდრე რაღაცა ეკონომიკური მექანიზმით დარეგულირებადია, მაგრამ როცა ღია იქნება, ალბათ გამოჩნდება ამის შესაძლებლობა. კომპანია მოინდომებს, რომ გამოაჩინოს. მე გთავაზობთ უფრო სხვა მოდელს ახლა თქვენ შემოთავაზებულზე. რახამ ჩვენ ვსაუბრობთ საშემოსავლოზე, მთლიანობაში უნდა ვიცოდეთ მთელი ციფრი, თქვათ, ქვეყნის მასშტაბით რამდენი შემოდის საშემოსავლო და რას დაკარგავს იმ შემთხვევაში, თუ ესეთი დიფერენცირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტი, იმიტომ რომ ბიუჯეტი საგადასახადო, ასე ვთქვათ, პერსონალი ყოველთვის არის ხოლმე, ვთქვათ, ჩაჭიდებული იმაზე, რომ რა შემოსავლებიც არის, ის არაფერი არ დაიკარგოს. მე გთავაზობთ ესეთ მოდელს, რომ მიღებული ფორმა კიდევ ერთხელ ვიძახი, მაგალითად შვეიცარია ახსენეთ თქვენ, ხო? იქ როგორ არის, იცით, მაქსიმუმი 40%-იც არის და მინიმუმი რამდენია, იცით, 0. იმდენად დიფერენცირებულია, რომ ზოგიერთ კატეგორიას, აი იგივე ახლა 1000 ლარი რო ახსენეთ თქვენ ან 1200, შეიძლება იქონდეს 0 გადასახადი და 20-ზე კი არ გავჩერდეთ საშემოსავლოზე. არა, დიდ შემოსავლიანებს ზევით ავიციოთ. რა შემოსავალის პირობითად X შემოსავალი, ვთქვათ, რომ მილიარდი გვაქვს შემოსავალი საშემოსავლოდან, შეიძლება გაკეთდეს ისეთი ფორმულა, რომელიც მაღალ შემოსავლიანებს კიდე უფრო ზევით დაბეგრავს, ნუ ავალთ ახლა 40-მდე, შესაძლებელია ავიდეთ 25%-მდე და იყოს 0-დან 25%-მდე, შეიძლება 3 კიბე იყოს, თქვათ, 25, 20, 10 ან 12 და 0 მე თუ მკითხავთ, აი მეტი თქვათ დიფერენცირება არც იყოს საჭირო და ესეც იყოს, თქვათ, აი 1000-დან 2500, 5000 და 5000-ის ზევით. მოხდეს აი 20 და 25 შორის სხვაობის დაჭერა. რატოა ეხლა ეს მნიშვნელოვანი გასაგებია, მე მგონი მარტივია ყველასთვის, რომ ფული ბიუჯეტში იყოს მეტი და იმ სოციალურ ნაწილში, გაჭირვებულების ნაწილში იყოს მეტი, ასე ვთქვათ, გასაცემი. თუმცა ის რომ ვთქვათ, აი ორი მომენტია, ერთი რომ ევროპული ქვეყნები წავიდნენ მაგზით, რომ მეტი ფული, მეტი ამოიღეს და მეტი გაცემა შეუულიათ სოციალურში, თუმცა არის მეორე ნაწილი, რომ მეტი ფული ჩატოვო შენ მცირე და საშუალო ბიზნესში, მეტი ფული ჩატოვო ზოგადად, გაუტოვო ბიზნესს, ხო? ოღონდ ამ სიტუაციაში ბიზნესში აი ეს მონოპოლიური და რაღაც ოლიგოპოლიური ჯგუფებს მთელი სახელმწიფო მანქანა რო იტყვიან დარაჯობს მათ შემოსავლებს, მათ მოქმედებას, რომ არ გაიქცეთ
ქვეყანაში თქვათ ამ კუთხით სადავეები. თუ გაიქცა ეს სადავეები და რამოდენიმე ჯგუფი ბოდიშიან გამოთქვაზე მოაჯდა ამ სულ ყველაფერს, ხო, აქ მე მცირე და საშუალოს განვითარება გაჭირდება და ის ფული თუ რამეს მევტო, მე ამის ხაზგასმა მინდა მეორე ტიპის ქვეყნები თუ ფულს ტოვებენ ისევ ეკონომიკაში და ბიზნესის განვითარებაში, ცდილობენ რომ უკვე იქ აი ეს რეგულაცია დაიჭირონ და მცირე და საშუალო იყოს, ასე ვთქვათ, უკეთეს პირობებში ჩაყენებული. ეხლა ჩვენ გვაქვს რაღაცა წეგან ვახსენებ ხო, ორი ციფრი 30000-მდე, ეხლა წელიწადში 30000 ბრუნავდა, ეს ფაქტიურად არაფერი არ არის და არის 500000-იანი. არის კიდე ერთი მომენტი, ჩვენ ეხლა რახან სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ჩვენ მაყურებელს აინტერესებს, რომ რა გადასახადებს იხდის დღეს სოფლის მეურნეობის დარგში შეპესეები, ჩვეულებრივი და ან ინდმეწარმეები. ნახეთ, ჩვენ მივდივართ ფაქტიურად დასავლური მოდელით, სადაც ყველა გადასახადი ოფიციალურად მოხსნილი არ აქვს. ეს არის გადავადებული. მაგალითად, საშემოსავლოს მოგებას რო არ იხდის დღეს სოფლის მეურნეობა და ქონებას არ იხდის კიდევ გადავადებულია. იხდის მიწას. ეს ყველაფერი არის არა რაღაცა ფორმულით ან ახალი პირობებით, არა უბრალოდ გადავადება. ესე იგი, ის 1% ქონება, ის 18% დამატებითი ღირებულება და ის 15% მოგება ჩვენ გვაქვს ჩამოკიდებული, ოღონდ პერიოდულად გადაუვადებთ. აი, ბოლო გადავადება მოხდა ეხლა, იმიტომ რომ მორიგი გადავადება ძალაში იყო 26 წლის 1 იანვრამდე და რო არ მიეღოთ სასწრაფოდ კიდე გადავადება, ჩვეულებრივად ყველაფრით დაიბეგრებოდა და ეს ჩათვალეთ, რომ ნიშნავდა იმ ორგანიზაციების გაჩერებას და უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგდებას. ეხლა რა არის აქ მნიშვნელოვანი, რომ ნახეთ, ევროპული სოფლის მეურნეობის პოლიტიკა აწყობილია ისე, რომ ერთი ხელით მაქსიმალურად ეხმარებიან და უგვარებენ ყველა პროცესის პრობლემას, ეს არის პირდაპირი სუბსიდიები, მართალია სხვადასხვა, თქვათ, ფრანგები სხვა ფულს გადიან და ბულგარეთისთვის და რუმინეთისთვის სხვა არის, ვიდრე საფრანგეთი გერმანიისთვის პირობითად, თუმცა იქ არის რაღაც კონვერგენციის გეგმები და უნდათ ნელ-ნელა მიუახლოვონ, მაგრამ ნუ ძალიან იმათ არიან, მესამედი მთელი ევროკავშირის ბიუჯეტის ამ სუბსიდიებში და დახმარებებში მიდის. და შეიძლება ჩვენთვისაც რაღაცა ფორმით ეს არის მიმზიდველი, თუმცა მაგ ილუზიაში არ უნდა ჩავარდეთ, რომ ჩვენი მოცულობას მოგცემენ და თან მე აქვს რაღაცა გრძელვადიანი, ძალიან გრძელი გეგმა, როდესაც იქამდე უნდა მიგიყვანონ, მას შემდეგ რაც წევრად გამოგაცხადება. მოკლედ, იბეგრება ძალიან მაღალი გადასახადებით პირობითად გერმანიაში ან საფრანგეთში, ჩვენთან შედარებით, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ეხლა განოლებული ყავს ხო, თითქმის მიწის გადასახადის გარდა, ხო? ოღონდ ჩვენ დაგვიტოვეს ეს მოდელი, იმიტომ რომ იქ უნდა შეგვაერთონ და მიგვაბან და ისეთივე უნდა ქონდეს რაღაც მომენტში, ეს ჩვეულებრივად ჩამოიკიდება. მაგრამ იმდენად დიდია დახმარება და ეს დახმარება, ნახეთ, მოდის სუბსიდია აბსოლუტურად ესეთი საბანკო რეჟიმი არა, როგორც ჩვენთან არის, აბსოლუტურად მისაღები საბანკო ფული იქ შეიძლება 2, 3, 4, 5%-ს არაცდეს და თავიანთი შეღავათიანი რეჟიმები აქვს და ასე შემდეგ. იქ არის პირდაპირი მიზნობრივი თემები, რომ შენ ტექნიკური საკითხები და ინფრასტრუქტურული საკითხები მოგიგვარონ, იქ ხარ შენ აბსოლუტურად დაცული რაღაცას რო აწარმოებ ამ ხარისხის, ამ რაოდენობის, აი აქ გაყიდვებით, ეს დალაგებული სისტემაა. კიდევ ერთხელ ვიძახე, ერთი ხელით შენ ყველაფერს გიკეთებენ, მეორე ხელით გადასახადებს გართმევენ. მთლიანობაში რო დათვალო, ეს ევროპული, ასე ვთქვათ, მოდელი და მიდგომა ჯობია, სხვა მიდგომებს, როდესაც შენ თითქოს თავისუფალი ხარ, თუმცა დაცულობა ნაკლები გაქვს. აი მეორე კატეგორია თუ მესამე კატეგორია დავარქვათ ევროპული ქვეყნების, იგივე ბულგარეთი, ამათ რო ჩაუღრმავდებით, აქ უკვე ცოტა მეტი პრობლემებია, იმიტომ რომ ლიმიტირებულები არიან, რაღაცაში კვოტირებულები არიან, რაღაცაში შეზღუდულები არიან. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა ეხლა და გავაგრძელებ ჩვენ ეხლა კიდევ სხვა გადასახადებზე, იმის თქმა მინდა და იმის ახსნა, რომ
ეს აგრარული პოლიტიკა ამ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკა ეს არ არის ძალიან ასე ვთქვათ მარტივი თემა რომ ეს მოუმატე ის დავაკელი ყველაფერი ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდრო კავშირში და ხშირ შემთხვევაში როდესაც ერთ გადასახადზე ვსაუბრობთ ეს გადასახადი მიბმულია რაღაც ციკლურად ძალიან ბევრ მომენტს არა მხოლოდ ხარჯს და ბიუჯეტიდან შემდეგ მობილიზებული ფულის დახარჯვას არა ძალიან ბევრ თემასთან არის კავშირში და ეხლა ყველაზე მთავარს უნდა მივადგეთ და მე თქვენ გააგრძელეთ კიდევ თქვენი ესე ვთქვათ შეხედულებები სხვადასხვა გადასახადებზე მთავარი რა არის პოლიტიკური ნება ჩვენ გამოვაცხადეთ რომ გადასახადებს არ შევცვლით ეს უნდა მოხდეს მხოლოდ რეფერენდუმით მხოლოდ რაღაცა კონსტიტუციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით და ასე შემდეგ. რატომ მოხდა თქვენის აზრით? რა იყო ეხლა? დიდი ისტორია იყო ეს. ხო, რატო მოიკლეს თავი რომ ესე უნდა ყოფილიყო? ნაცების დროს მოხდა? ხო, მე გეტყვით ეხლა ქვეცნობიერ ჩემ აზრს და მინდა რომ გავაგრძელოთ ეს აზრი. ნახეთ, ის რომ ეს რაც ეხლა საშემოსავლოზე თქვით რომ დიფერენცირება არ მომხდარიყო და ეს მიმზიდველია რა თქმა უნდა ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის რო აქ ფული დააბანდოს და ეცოდინება რომ აქ მხოლოდ 20% უნდა გადაიხადოს თქვათ საშემოსავლო გადასახადის როცა სადღაც მისი მილიონები მინიმუმ 40 და უფრო წინაც წავა ხო რა თქმა უნდა ეს მიმზიდველია დამატებითი ღირებულებაც 18% აი მაგას ამას გაშლით ეხლა თქვენ სოფლის მეურნეობაში არის ქვეყნები რომ აქვთ დამატებითი ღირებულება, ოღონდ უფრო შემცირებულია. მაგრამ არის ქვეყნები, სადაც იგივე საფრანგეთში და იმაში ამაზე მეტია 18%-ზე. ოღონდ ის მექანიზმი მუშაობს სუბსიდიებთან ერთად დახმარებთან ერთად უკვე რაღაც 21-იც არის. ესე იგი ამ ნაწილშიც ერთი შეხედვით თითქოს გამოვაცხადეთ რომ დაბალი გვაქვს ხო ეს ყველაფერი. მაგრამ აი რაც მე ვთქვი რომ აი როდესაც სახელმწიფოს როლზია ეკონომიკურ პოლიტიკაზე რომ მას მონოპოლიური და ოლიგოპოლიური ხაზი არ გაექცეს და ეს ბალანსი დაიჭიროს და მეტი ინკლუზიურობა შეინარჩუნოს აი ამ ნაწილში ეს გადასახადები უკვე სხვა პირობებში გაყენებს და ეს უკვე აყენებს იმ მსხვილს და ასე ვთქვათ დიდებს განსაკუთრებულ პირობებში ხო ეს იყო ალბათ ჩადებული და ეს არის დღეს შესაძლებელი როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ რომ ხშირად ვამბობ მე რომ აი ლიბერალური ეკონომიკური პარადიგმა უნდა დამთავრდეს ეს არის რაღაც ჩვენი პლატფორმა ამას ბევრი ჩემი მეგობარი იზიარებს და ლაპარაკობს რომ შევცვალოთ ეს სიტუაცია აი ძაღლის თავი აქ არის დამარხული იმიტომ რომ ერთი ხელით ვითომ ლიბერალურია ნორმალურია დაბალია და ასე შემდეგ მაგრამ როცა შინაარსში შევდივართ ამ შინაარსში მე აღმოჩნდება ხოლმე სხვა კურიოზი არის ხო ბატონ გოჩა ესე იგი რომ აი ტელევიზორში ამის პროპაგანდა განსაკუთრებით ჩინოვნიკებს უნდათ უყვართ ხოლმე ამის პროპაგანდა, როდესაც თვითონ არაზუსტ ყოფილან ბიზნესში და აი ასე ვთქვათ, წარმოდგენა არ აქვს ეს რამდენად რთულია, რომ ადამიანმა შექმნას ესე იგი სუბიექტი, იურიდიული სუბიექტი, მეწარმემ შექმნას ვთქვათ წარმოება და კვლავ წარმოების ხარჯზე განავითაროს აი ამ არსებულ განაკვეთების პირობებში, არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციის პირობებში, აი ამ დახმარებების გარეშე ყოველგვარი სუბსიდია სახელმწიფო ესე იგი ხელშეწყობის გარეშე კაბალური საბაკო ესე იგი განაკვეთების ფონზე შექმნას კომპანია განავითაროს და წაიყვანოს მოგებას და შეინარჩუნოს თუნდაც. ეს არის არხირთული ესე იგი ამოცანა ქართველი მეწარმისთვის ჩემ ტყავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და პრაქტიკულად მე ვიტყვი რომ დღეს ქართული წარმოება განსაკუთრებით მოწყვლადი დარგი არის ეს არ არის ვაჭრობა ეს არ არის მომსახურების სფერო ეს არის ურთულესი კაპიტალტევადი საქმიანობა ხშირად ინოვაციებს მოითხოვს რომ რაღაცა კონკურენტუნარიანი პროდუქტი შექმნა იმიტომ რომ დღეს რომ ქართული წარმოება ამუშაო ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა თქვა ის სკამი ის სკამიც ინოვაციური იყოს ის კლასიკური რაღაცა ჩვენთვის ყველთვის გასაგები იგივე ქოთანია თუ სკამია თუ რაღაცა ის ბაზარზე უკვე ვეღარ გავა თუ რაღაცა ინოვაციურ ელემენტებს არ შეიცავს. აქედან გამომდინარე საქართველოს პირობებში ჩვენ ვამბობთ რომ ნამდვილად ძალიან დიდი შეცდომა იყო ნაცების დროს ესე იგი ბატონ პრეზიდენტის სააკაშვილის მაშინდელი ესე იგი ძალისხმევა რომ თითქოს ეს კონსტიტუცია თუნდა კონსტიტუციაში შეიტანოს რომ ამის გაკეთება ესე იგი საგადასახადო განაკვეთის რეფორმა შეუძლებელია კონსტიტუციური უმრავლესობის გარეშე და ესე იგი პრაქტიკულად იმის მაგერად რომ ჩვენ გვეფიქრა იმაზე რომ საზოგადოება მოცულ მომენტში ვითარდება
მთავრობას და ხელისუფლებას ან საზოგადოების განვითარების მაჯაზე პულზე ხელი უნდა ედოს და ვითარების შეცვლის კვალობაზე უნდა თვალოს კიდევაც განაკვეთები, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის კარგი ადმინისტრირება მთავრობის მხრიდან და არა რაღაცა დოგმატიკურად რაღაცა ესე იგი რიცხვებში ჩააყენოს სერი, თქვათ 50 ან 30 წლის განმავლობაში და პერიოდში და ეს წარმოუდგენელი რამეა, იმიტომ რომ დღეს ქართული წარმოების სტაგნაციაა პრაქტიკულად საერთოდ ქართული ბიზნესის და მეწარმეობის და ესე იგი თქვენ რო შეხვალთ სუპერმარკეტში ეს ნათურად მეტყველებს იმაზე რომ პრაქტიკულად ქართულ ნაწარმს უკვე ვერ ხედავთ. პრაქტიკულად ქვეყანა გადართულია იმპორტის გასაღებაზე, ჩვენ მუშაობთ იმპორტის გასაღებაზე, სულ ერთი ეს მსუბუქი მრეწველობა იქნება, ფარმაცია იქნება, კოსმეტიკური ნაწარმი იქნება თუ სასურსათე ნაწარმი და პრაქტიკულად გავხდით ევროპის და ამერიკის დიდი საწყობი. აი წარმოიდგინეთ საქართველოს არის საწყობი, დიდი ესე იგი East and West Point-ი, როგორც არის სიამდვილეში და დიდი მოლები, რომლებიც ესე იგი არსებობენ სწორედ იმპორტის რეალიზაციით და პრაქტიკულად ისეთი სიმწირეა ქართული ნაწარმის და ეს სწორედ მეტყველებს, სწორედ ეს არანორმალური და ხისტი განაკვეთები, ეს მოძველებული საგადასახადო სისტემა და არა მარტო განაკვეთები, არამედ ადმინისტრირება. Სუდი ადმინისტრირება ამ გადასახადის ესე იგი ამოღების. როდესაც მოდის თქვათ შემოწმებაზე ადამიანი და თქვათ ერთი და იგივე კანონს თურმე აღმოჩნდა რომ სხვადასხვანაირი წაკითხვა აქვს და ამას რეკავს იქ ფინანსთა სამინისტროში არის კამათები, აუდიტ შორის გაუგებრობა, ეს მუდმივად ასე ხდება. იმიტომ რომ პრაქტიკულად დღეს შეიძლება ასე ვთქვათ, რომ რეფორმების დროა საგადასახადო კუთხითაც და პირველში საგადასახადო კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ვერც მოსახურების სფეროში, ვერც წარმოების სფეროში, ვერც ვაჭრობის სფეროში პოზიტიურს თუ საგადასახადო რეფორმებიდან არ დავიწყეთ. თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს კარგად გააჟღარა მთავრობამ და მე ამას მივესალმები და სხვათა შორის ქართულმა არასამთავროებმა და პარტიებმა, რომ პრაქტიკულად ჩვენ ქსელებში ქართული ნაწარმი დაბლოკილი არის, არ შედის. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იგი ვაჭრობაში რა ხდება, რომ ქართულ ნაწარმს ვერ შეიტანთ. თქვენ მაგალითად დღეს ვერ შეიტანთ ქართულ თქვათ იგივე მურაბას ორნაბიჯში, გინდა ნებისმიერ ქსელში, ქართულ პავიდლოს, ქართულ ჯემს, ქართულ მწნილს, ვერაფერს ვერ შეიტანთ. პრაქტიკულად ეს არის მონოპოლიზირებული რა. და რატომ ხდება ეს? რომ ჩაუღრმავდეთ, სწორედ საგადასახადო განაკვეთებიდან იწყება ეს ყველაფერი. აი მე გეტყვით აი რომ ჩაუღრმავდნენ ესენი კომისია რომ ჩაუღრმავდა თქვენ რა. აი სამწუხაროდ ჩვენ კომისიასთან ჩართვას ვითხოვდით, მაგრამ აი გადაცემები გქონდა ახლა ტრიბუნა არა გვაქვს იმდენი დიდი ტრიბუნა რამოდენიმე ტრიბუნა და რამოდენიმე ტელევიზიაში აგერ უკვე სალტეშიც ვაჟღერებთ, მაგრამ ის კომისია არაფრით არ დაინტერესდა და პრაქტიკულად საქმეში ჩაუხედავი ხალხი ვერ გადაჭრის ამ პრობლემას. აი ხა მე გეტყვით რომ ესე იგი ქართული ნაწარმს ესე იგი ჩვენ თუ გვინდა რომ აი დღის თემაზე გადავდივარ ნელ-ნელა დრო არ იძლევა იმ საშუალებას რომ ბევრი საინტერესო თემა საინტერესოდ გავშალო, მაგრამ აი ნახოთ აი რა ემართება ქართულ ნაწარმს დღის თემასთან დაკავშირებით. თითქოს და სტარტაპი ქართული მცირე საწარმო, აი რა ვიღოთ მცირე საწარმო, რომელსაც აქვს ესეთი სტატუსი და ეს სტატუსი გენიჭება მცირე მეწარმეს თუ გაქვს 100,000 ლარამდე ნაკლები ბრუნვა. ეხლა ჯერ ვთქვათ ის რომ ეს შეღავათი იყო შევარდნაძის ეპოქაში გაკეთებული და თქვენ წარმოგიდგენთ 100,000 ლარი მაშინ რაღაცა კურსი იყო და აზრი ჰქონდა ამ შეღავას თავისებურად, თუმცა მცირე შეღავათი იყო. შევარდნაძის ეკობიდან დაწყებული ეს ავტომატურად დარჩა ეს შეღავათი და დღეს კურსი რა არის და ის 100,000 ლარი არის კაპიკები, ანუ საერთოდ უკვე შეღავათადაც აღარ ითვლება, მაგრამ თქვათ რომ კარგი მუშაობს კომპანია, მუშაობს ქართული მცირე სტატუსის მქონე კომპანია, რომელიც რაღაცას აწარმოებს, თქვათ ჯემს. შეაქვს ეს ქსელში და ქსელი სამწუხაროდ არ იცხავს დგს. როდესაც შენ განთავისუფლო დგიდან პრაქტიკულად ისეთნაირად იყოს მოწყობილი, რომ რა აზრი აქვს ამ შეღავათს თუ ქსელში ორმაგ დგს გარიცხავენ თან. ორმაგს გარიცხავენ, იმიტომ რომ ესე იგი რაღაცა ლაფსუსი არის საგადასახადო კუთხით და საგადასახადო ესე იგი თითქოს და შემოწმების დროს ქსელები ამბობენ რომ ჩვენ იძულებული ვართ რომ ეს ორმაგი თანხა დავარიცხოთ.
და პრაქტიკულად ესე იგი ხდება რომ სწორედ აი ეს გაძვირება რატო არ არის იაფი ქართული პროდუქტი და რატო არის მუდმივად უფრო ძვირი ვიდრე იმპორტი და საბოლოო ჯამში რატო არის დაბლოკილი? ნუ ამ დაბლოკას კიდე თავისი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეს იმპორტიორები რომლებიც შედიან ამბობენ რომ ანალოგმა არ უნდა გაიჭაჭანოს. აი თქვა თუ შედის რაღაცა პროდუქტი, არის ეს მაგიდა ქვეშა შეთანხმებები რომ სხვა უკვე ანალოგი აღარ უნდა იყოს და ეს კი წყდება ქართული წარმოების თავზე. რა თქმა უნდა ეს წარმოება ჩვენი წარმოება უფრო სუსტია და ტრანსნაციონალური კომპანია რომელიც შემოიტანს თქვა შამპუნს ის ეუნება ქსელს წინ და წინ რომ აი ეს შამპუნი აღარ უნდა იყოს აქ იმიტომ რომ მე უნდა ვიყო თქვა და არის ასეთი გარიგებები სამწუხარო და ისინი რაღაც ძალიან დიდ ფასდაკლებებს თავაზობენ, რასაც ქართული წარმოება ვერ აკეთებს. ისინი იხდიან ამ თაროებზე ქირის ფულს, რასაც ქართული წარმოება ყველა ობიექტზე ვერ გააკეთეს ბუნებრივია. და რა თქმა უნდა, ავტომატურად ძალიან ბევრი საგადასახადო და ესე იგი ადმინისტრირების ამავე დროს საერთოდ ქსელში შესვლის რაღაცა ბარიერებია შექმნილი, ზოგი ცხადი, ზოგი არაცხადი. რომელიც უკვე ქართულ წარმოებას თამასგარეს მდგომარეობაში აყენებს. აი ეს ძალიან დიდი თემაა. მე ხა ყველაზე მთავარ თემას მივუბრუნდები რომ აი მინდა რომ დავიწყო რომ აი ეს შეღავათი მცირე წარმოებას რომელიც მცირე საწარმო სტატუსიან კომპანიას 100,000 ლარიანი შეღავათი მოდით თხოვნა ასეთი მთავრობის მიმართ რომ გავზარდოთ 500-600,000 ლარამდე. იმიტომ რომ მაშინდელი შეღავათი შევარდნისდროინდელი შეღავათი უკვე აღარ ნიშნავს დღეს შეღავათს და კორექცია მოხდეს და ამავე დროს ასეთი თხოვნაა რომ აი ეს მცირე საწარმო სტატუსი ვრცელდება მარტო ინდმეწარმეზე და გავრცელდეს შპს-ზე სააქციოზე ანუ პატარა ბრუნვის კომპანიებზეც ესე იგი ეს არ უნდა იყოს მარტო თქვათ გაგებული ისე რომ ჩვენ თუ გვინდა რომ კომპანია განვითარდეს აი ამ სტარტაპის მდგომარეობიდან გამოვიდეს ჩვენ გვსურს რომ რაღაცა შეღავათის პაკეტები იყოს ქართულ წარმოებაზე მარტო რომელიც დღეს ვრცელდება სამწუხაროდ ინდმეწარმეზე გავრცელდეს შპს-ზე გავრცელდეს სააქციოზე სხვადასხვა იურიდიულ ფორმებზე სხვადასხვა სუბიექტზე კი ბატონო შეიძლება ნაწილობრივ დაგეთანხმოთ მაგაში მაგრამ მე მაინც ცოტა სხვა ხედვა გვაქვს იმიტომ რომ ნახეთ თქვენ რაც თქვით ახლა ის ზღვარები ისინი გაზრდილია ერთი ნაწილი 200,000-ზე მეორე ნაწილი 500,000-მდეა არა ეგ რა არის იცით აი ხომ მეგეთქვი დუღუსთან დაკავშირებით როგორ არის სამწუხაროდ რაც ყველაზე მთავარია ესე იგი მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ინდმეწარმე როგორც კი გადააჭარბებს 12 თვის განმავლობაში ესე იგი გადატვირთები როგორც კი გადააჭარბებს 100,000 ლარს იმ წუთში დგება აღრიცხვაზე და 18%-ით იბეგრება. აი ეს 100,000 ლარი უკვე რამოდენიმე წლის წინ 200,000 ლარია გავხდარი. ეგ ნამდვილად ვიცი. მე ისე თქმა მინდა ნახეთ ეს არ არის ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში რომ ჩვენ რაღაც ზღურები დავაწესოთ. მე უფრო სხვა გზით მივდივარ. ეს არის გარდამავალი პერიოდისთვის დადგენილი ზღურები. ჩვენ ეს გარდამავალი პერიოდი დიდი ხანია უნდა გაგვეღო. არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც დამატებითი ღირებულება იმ სტატუსიდან გამომდინარე, რა სტატუსაც აძლევენ საწარმოს, ხო, ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი თუ თქვათ მცირე და საშუალო ბიზნესის სტატუსით სარგებლობს, იქაც დიფერენცირებულია გადასახადები. იქ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად სოფლის მეურნეობაში არის ქვეყნები, სადაც 6% და 7%-ია დამატებითი ღირებულების გადასახადი. ეს ჩვენ როდესაც ზღვარს ვაწესებთ, აქ ხელს უწყობთ ამის მცირე მოცულობაში დარჩენას. მე მქონია შემთხვევა, როდესაც სოფლის მეურნეობის კუთხით აი მომარაგება ქონია ჩვენ თავდაცვის სამინისტროსი და როდესაც მიუახლოვდი იმ 100,000, მაშინ 100,000 იყო 2005-6 წელს. ეხლა 100,000-ია. ეხლა დააჯარიმეს აი ახლანდელი მეწარმე პირადად ვიცნობ, როგორც კი გადააჭარბა იმას რა ქვია 12 თვის, ნებისმიერ 12 თვეზე არა, კალენდარულ წელზე კი არა, ნებისმიერ 12-ზე, ეგრევე დოზე დააყენეს და დააჯარიმეს. ხო, გასაგებია, მაგრამ ნახეთ, შეღავათი დარჩა ისე ძველებური. ნახეთ, ეს არ არის ეკონომისტების და ეკონომიკური ხედვით ნორმალური, როდესაც ზღურებია დაწესებული. უნდა იყოს პროცენტი და დაბალი და
კონსტიტუციურად უნდა იყოს გაძლიერებული, რომ მე მაქვს 3%-იან 5%. როდესაც მე მიუახლოვდი თქვა 100,000, ხო და მოვიკითხე მე ჩემზე უფრო დიდი კომპანიები, ყველა იძახდა რომ 7 კომპანიით მუშაობ, 9 კომპანიით მუშაობ და მე მთავრობა იძახის რომ ეხლა სხვათა შორის აი საოცარი პროცენტები აუცილებლად. ეხლა როდესაც საუბრობდნენ რომ აი ჩვენ ექსპორტში ზრდა გვაქვს და რაღაც და კიდევ შაშანდელთან შედარებით რამოდენიმე 1000 შეპესეთი მეტი დარეგისტრირდაო. ნუ რით ვეღარ გამოვედით ამ სიტუაციიდან, რომ ხალხო ამ შეპესეებს და ამ ორგანიზაციებს, აი ეს ეკონომიკური აქტიურობა კი არ არის. უბრალოდ ხმალივით ხმარობს ნებისმიერი ბიზნესმენი, ერთი გაუხდა, ერთი გაიჭედა. ასახავს რომ თვითონ საგადასახადო კოდექსი უკვე აღარ ითვალისწინებს რეალობას. აი ჩვენ რეფორმას საჭიროებს. აი ამაზე მithქვენ. მან უნდა მივიდეთ ჩვენ რომ საგადასახადო რეფორმა უნდა იყოს ახალი საგადასახადო რეფორმა, ზოგადად ფისკალური პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან მოქნილი. არ შეიძლება რომ ჩვენ რაღაცა დაგვარიგეს ესე და ჩავკეტეს რაღაც იმაში და იმუშავეთ და აქციზი დატოვეს სხვათა შორის და როცა გავიჭირდება და ფული დაჭირდებოდა დაწევენ ამ აქციზს, ეს აქციზი ყველას გვეხება, ხო? საწვავი ყველაფერს ეხება, თამბაქო მწეველებს ეხება და ესეთ პროდუქციაზე აქციზის დაწესება და ესი აწევა და ბიუჯეტში მომატება, ხო? ეს ყველას პრობლემაა, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს საშუალება მოქნილობის, დიფერენცირებულობის, აი ამ პროგრესს გადასახადების შემოღების და ლოგიკურად თუ ჩვენ მივდივართ იმ ლიბერალური, ასე ვთქვათ, მოდელის დემონტაჟზე, მის სახეცვლაზე, რომელიც დაახლოებით 35 წლის წინ თავს მოგვახვია ეს, მაგრამ ჯერ სხვა ფორმა ჰქონდა და აი სადღაც 20-22 წლის წინ უკვე წინა ხელისუფლების დროს ამან კიდევ სხვა ასე ვთქვათ შინაარსი შეიძინა ამ ნაწილში, ხო? აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, დღევანდელას ვთქვათ ახალ გამოწვევებში რომ იყოს აბსოლუტურად ახალი მიდგომა და ყველა გადასახადში თლიანობაში დიდ სურათშია გასააზრებელი, მოსაფიქრებელი. მე ხშირად საუბრობ ხოლმე აქ რომ აი რატო არ აკეთებენ სამინისტროები, უწყებები, სხვადასხვა ტიპის მონიტორინგის და საფინანსო ანგარიშებს რატო არ აქვეყნებენ, რატო არ არის მეცნიერებისთვის თუ მკვლევარებისთვის ეს ინფორმაციები ასე ვთქვათ სახეზე, რომ ჩვენ ამაზე ვიმსჯელოთ და თვითონ რატო არ მსჯელობენ, რომ ვთქვათ ახალი პოლიტიკა, ახალი ინიციატივები დააშენონ ამას უყოლაფერს. ამის სურვილი უნდა იყოს. ხო, ამის სურვილი უნდა იყოს. დღეს არის ზუსტად ის ფაზა ქვეყნის ასე ვთქვათ განვითარების ზოგადად მსოფლიოში ესეთ სიტუაცია შექმნილი, რომ ჩვენ ახლა ამ პროცესის სწორედ გადატვირთვა გვინდა. ის ვინც არ ფლობს ციფრებს, ხო, ის უბრალოდ ინერციით მიყვება ამ სიტუაციას და გამოდის რაღაც ერთ ციფრს დაიჭერს სადღაც იტყვის, აი ჩვენ რაღაცა წინსვლა გვაქვს, ბევრი შეპესე თუ დავარეგისტრირე, ესე იგი ეს ნიშნავს თურმე დიდი ბიზნეს ბუმს ქვეყანაში, რომ ბევრი შეპესია. ამ დროს შინაარსობრივად შეიძლება აბსოლუტურად სხვა რაღაცას ნიშნავდეს, თუ კარგად ჩაუღმავდები ამას და გაზომავ ასე ვთქვათ სხვადასხვა დათვლადი ინდიკატორით, ხო? ამიტომ ეხლა ჩვენი საუბარი და აი მანამდე რაც ჩვენ მე და ბატონმა გიორგიმ ვისაუბრეთ, ცალსახად ერთმანეთს იმაში ვეთანხმებით, რომ ამ ნაწილში არის სიახლეების დრო. ის ნაწილი, რომ თუნდაც აი მიწის გადასახადი სოფლის მეურნეობაზე უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, აგრარულ პოლიტიკაში, ის რომ მიწის გადასახადი დღეს ჩვენ ძირითადად 80%-ში ან 90%-ში ფიქსირებული 100 ლარი გვაქვს. რამოდენიმე რეგიონში შეიძლება შედარებით მცირეა, მაგრამ იმ მუნიციპალიტეტში ფიქსირებულია, ხო? ეს აბსოლუტურად მიუღებელია. თქვენო დაიწყოთ ევროპული ქვეყნების შესწავლა და ფასების დადგენა დაიწყოთ, ხო? და იკითხოთ, რამდენია მიწის გადასახადი საფრანგეთში. რას გეტყვიან, იცით? კი ბარა რა, როგორ გონიათ ახლა ერთ კომპონენტზეა მიწის გადასახადი, სხვადასხვა რეგიონში შეიძლება სხვადასხვა რეგიონში დიფერენცირებული მიდგომა. აბსოლუტურად დიფერენცირებული მიდგომა იწყება სადღაც 5-10 ევროდან და ადის 150-200 ევროში, მაგალითად საფრანგეთის ან გერმანიის მაგალითზე, ხო? და ჩვენ გვაქვს გვიწერია კიდეც რომ უნდა გამოვიყენოთ ბონიტეტის სისტემა. ეს ნიშნავს აი დიფერენცირებულობის ესე ვთქვათ მექანიზმია ბონიტეტი, როდესაც ჩვენ შეგიძლია დაადგინო ხარისხი, შეგიძლია სხვა ინდიკატორებითაც დაადგინო ვთქვათ მანძილი,
დაადგინო წყლის მიწოდების რეჟიმი, ვერტიკალური ზონალობის ბევრი რეჟიმით მიუყენო და გამოიყვანო ნაკვეთი და მიწა, რომელიც ადრე იყო ესეთი მწირი, საშუალო, კარგი, სამი ფასი იყო ხოლმე და ეს სამი ფასი დგებოდა რამოდენიმე ესე თქვათ მნიშვნელოვანი მდგენელის შესწავლით, ხო? არავინ არ იყენებს ამ ბონიტეტის სისტემას. მოკლედ, აი რაღაცა ესეთი დარობოტებული სისტემა აქვს, გეგონება საგადასახადო შეურაცხმის ეპოქიდან, რაც მემკვიდრეობით დარჩათ ეს მიდგომა რა. ხისტი ძალიან ადმინისტრირება და ხისტი განაკვეთები. აი განაკვეთებსაც აი ბატონო გოჩა მე ეხლა თქვენს ინფორმირებული ხართ უცხოურ თემებს ამუშავებ. ეს დღე დაღამე ამ ინფორმაციაში გულში ვზივარო იტყვიან. აი დგს თემამ რო თქვით ჩვენ სწორედ აი ცუდი ადმინისტრირება დგს ეს-ერთი და მეორე განაკვეთები, მაღალი განაკვეთი. ჩვენ სოფლიოში ყველაზე მაღალი განაკვეთი გვაქვს. 18% დღეს აი რო ნახოთ, აი უბრალოდ ჩამოგითვლით მე ხარ განვითარებულ ქვეყნებში, ინდუსტრიულ ქვეყნებში. ავსტრალიაში 10%-ია დგ. აი ეს ის დგ, რომელსაც წარმოების, ესე იგი, დამანგრეველი დგ, რომელიც სწორედ აძვირებს პროდუქტს პირველივე ეტაპზე, პირველივე ფაზაში. ავსტრალიაში 10%-ია, მალაიზია 10%, სამხრეთ კორეა, ჩვენ ხო ვიცით, 10%. ეხლა დავიწყოთ სინგაპური 7%, ტაილანდი 7%, ტაივანი 5%, იაპონია 5%. აი, როგორი მწარმოებელი ერია იაპონია. რა იაპონიას არ შეეძლო 18% დაედო? რატო აქ? იმიტომ რომ კონკურენტი უნარიანი ვერ იქნება ფასში. საკუთარ ბაზარს დაკარგავს იაპონიაში რო გავხადოთ ჩვენ 18% და Toyota გამოვიტანოთ 18%, ესე იგი, ამ გათვალისწინებით, აღარ თვითონ იაპონურ ბაზარზე შეიძლება ჩაწვეს ეს პროდუქტი. ეხლა ჰონკონგში არის 0%, აი ჩვენ ხო ვიცით რომ ჰონკონგი არის მსოფლიო ექსპორტი, ესე იგი, ექსპორტით დაკავებული ქვეყნების მსოფლიო პირველ ათეულში. ამერიკის შეერთებულ შტატებში 0%-ია. მე რო ჩინოვნიკებს ველაპარაკე, აი ვერ დავაჯერე, მე ვთხარი, დადიხართ ამერიკაში ჩადიხართ. ამდენი შეხვედრები გაქვთ. დღემდე არის მეთქი რომ VAT, ესე იგი, დგ არის 0% ამერიკაში. ამერიკა რატო არის მწარმოებელი ერი, რომ დგ-ს 0 აქვს საერთოდ. აი, რატომ გააკეთა ეს ამერიკამ? სწორედ იმიტომ, რომ მისი, ესე იგი, პროდუქცია შიგა ბაზარზეც და გარე ბაზარზეც იყოს კონკურენტულობა. ეხლა საინტერესოა, რომ ევროპაში რა ხდება. აი, შვეიცარია. ჩვენ ვიცით ხომ, თვითონამშენებლობა აქვს, ავტომშენებლობა აქვს, 8% არის ევროპაში. სხვაგან ბევრია, მაგრამ შვეიცარიის მაგალითი ხო გვაქვს? ეხლა შვეიცარიაში მაღალია ქონების გადასახადები, ის რაც წეღან თქვი, დიფერენცირება დიფერენცირება არის და რაღაცის ხარჯზე მაინც შვეიცარია ეს მწარმოებელი ქვეყანა და ამიტომ ჩათვალეს მაგათმა რომ ვერ შექმნიან კონკურენტულ პროდუქტს. ეხლა ჩვენ ქართულ მეწარმეს რო ეუნები რომ შექმნენი კონკურენტული პროდუქტი, ამ საგადასახადო ნიხრებით, 18% ნიხრებით, რომელიც სოფლიოში უკვე აღარ არსებობს. აი, პრაქტიკულად მე ვეძებე და 18%-იანი დგ ვერ ვნახე ვერსად. ეხლა გეტყვით სამხრეთ ამერიკას გადავხედოთ. პარაგვაი 10%, გვატემალა რო გვატემალა, ისიც გჯობია 12% აქვს დგ, ჰონდურას 12% აქვს, ეკვადორს 12% აქვს. გადავიდეთ აფრიკაში. ეგვიპტე 10%, ანგოლა 10% დგ, განა რო განა, ისიც გჯობია 12.9%. ირანს აი ახლა სულ ახალი მონაცემები ჩვენ რო გვიყვარს სულ რა ვაკრიტიკებენ ხომეინის ირანს აქვს 1.9%. და რატო გვიკვირს რომ დაწინაურდა ირანი და ისეთი რაღაცეები აქვს, ეხლა აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. აი გადავიდეთ კამბოჯა. განვითარებადი ქვეყნები უკვე აზიის. კამბოჯა 10%, ვიეტნამი, რომელიც დაწინაურდა აზიის განვითარებადი ქვეყნებში 10%-ია დგ, ინდონეზიაში 10%-ია, აი მალაიზიაში 10%-ია, ფილიპინებში 12%-ია დგ, ყაზახისტანში 12%-ია აზია. ჩვენ ვიცით ხო ჩვენი მეგობარი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. საკმაოდ დიდი ინვესტიციები შევიდა სწორედ მაგიტომ ყაზახստანში და რომ მზადდება იქ მინდა ის მანქანები მზადდება და რაღაც მანქანები მზადდება უკვე სამხრეთ კორეული 12%-ია. ეს არის სწორედ სტიმული. და ინდოეთში არის 12.9%. და გვიკვირს რომ რატომ არ შემოდის მანქანათმშენებლობა ჩვენთან უცხოური, იმიტომ რომ 18% სერიოზული თანხებია ეს. ამიტომ არის, აი მე მინდა რომ ჩვენ მეგობრებს, ჩვენ ახლობლებს, დეპუტატებს პირველ რიგში იცით, ხა სამინისტროები მაინც
ესეთი სტრუქტურები არის, რომლებიც შემსრულებლები არიან უფრო და თქვათ მათ რაღაცნაირად არ აქვს ამის თავისუფლება, ხო, მაგრამ პარლამენტში უნდა დუგდეს ამაზე კამათი, პარლამენტში უნდა სხვებოდეს აი ეს ეკონომიკური კანონები, ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი, ამაზე ჯგუფები, ეს არის პარლამენტის ეკონომიკური კომისია. თავმჯდომარე ვინ არის? აი ვინ არის, არც ვიცით. შეამბილში უნდა ვიცოდეთ, ბატონო გოჩა. ანუ ეკონომიკური კომისიის, ესე იგი, თავმჯდომარეს სახელზე უნდა ვიცოდეთ, მისი გვარის სახელი უნდა ვიცოდეთ. ამ კომისიის მოადგილე ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ის არის, ვინც ფასების იმას ბიზნესმენი, არ ვიცი ვინ არის. იურიდიული კომისია, ეკონომიკური კომისია, რაღაცა უნდა შეიქმნას საბჭო, აი რეფორმების საბჭო უნდა შეიქმნას. აქ უნდა ჩაერთონ კერძო კომპანიები, ქართული წარმოებები. ეხლა ყველას არ შეუძლია დალაგებულად აზრის თქმა გასაგებია იქ, მაგრამ ვისაც შეუძლია ეს თავისი პრობლემების, ფირმის პრობლემების, დარგის პრობლემების გადმოცემა, ქვიდანაც უნდა მოусმინოს, ესე იგი მთავრობამ, პარლამენტმა, ხო? აქ უნდა იყოს ჩართული ფინანსთა სამინისტრო, აქ უნდა იყოს ჩართული ეკონომიკის სამინისტრო, პარლამენტარები და უნდა დავიწყოთ ეს რეფორმები. რას ვუცდით ხალხო? ესე იგი, რო შეხვიდეთ YouTube-ში ისეთი ცუდი პროგნოზები იდება ეკონომიკის კუთხით, აი ამ ლოჯისტიკის წვეტამ, აი ამ ომმა, აი ამ დაპირისპირებამ ამერიკის ირანის ომმა, ხო? საკმაოდ გლობალური ისე იგი შიმშილის პრეცედენტები შექმნა უკვე და ისეთი ლოჯისტიკური წვეტები იწყება, რომ აფრიკა უკვე დამშეულია. აღარ მიეწოდება ეს სასუქები. სოფლის მეურნეობა მსოფლიოში დავარდა. ნაკლები ითესება, ნაკლები მოდის მოსავალი და რა ვიცი ეს ნავთობის კუთხითაც და ჩვენ ეს სასურსათო მინიმუმ უკვე საარსებო პრობლემა აქ აღარ არის რომ ჩვენ უკვე ინოვაციები შექმნათ და რაღაცა მსოფლიო ბრენდები შექმნათ როგორც იაპონიას აქ თქვათ ექსპორტაბელური 400 ბრენდის პატრონია ხო ინოვაციური ბრენდის და თელ მსოფლიოში იაპონიას გააქვს თავის ნაწარმი ამაზე კი აღარ არის ლაპარაკი საქართველოს საქმე აქვს უბრალოდ გადარჩენაზე და ჩვენ თუ საგადასახადო სტიმულები არ შევქმნით უბრალოდ ჩვენთან იქნება გლობალური შიმშილი რა ჩვენ ქვეყანაში ხო და უნდა შეიქმნას ესე იგი რა პრინციპია თქვენ ალბათ დამეთანხმებით რომ ნებისმიერ ფერმერს ესე გელეხს და მეურნეს კარგად იცის რომ ის საქონელი რუბია თუ არ აჭამა ყუათიანი საჭმელი დაუტოა რაღაცა რა ის რძე არ იქნება ესე იგი შესაბამისად არ მისცემს ის საქონელი რძეს და ასე რომ უნდა დავტოვოთ, ანუ შევამციროთ განატეკეთები, გეთანხმებით რომ ნამდვილად ადმინისტრირება უნდა იყოს მოქნილი, ელასტიური, დიფერენცირებული. მაგრამ ჩვენ თუ განაკვეთები არ შევამცირეთ, თუნდაც მცირე წარმოებების თვის, ეხლა მე აღარ ვიცი რომ აი ჭიათური ჩუმა და ჭიათურის მარგანეცი ჩუმა და ეთყობა აწყობს. შეიძლება რაღაცა დიდი კომპანია კიდე რომელიც თქვა ნავთობს აწარმოებს აწყობს, მაგრამ აქეთ დაბლა სეგმენტში უნდა მივხედოთ ქართული ინოვაციურ მოკლედ ცვლილებების დროა მადლობა საინტერესო საუბრისთვის მე ორი სიტყვით შევაჯამებ ერთ მნიშვნელოვან თემას ვიტყვი და მიხვდებით რამდენად ასე თქვა საჭიროა კომპლექსური მიდგომა და მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა. ნახეთ, ერთი ხელით ჩვენ ვამბობთ რომ გვაქვს მიწის პარცელაცია, დანაწევრებულია მიწები და არ არის ეფექტიანი, ვერ ვიღებთ ასე თქვა პროდუქტიულობას მაღალს და ამაში ლოგიკა რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ 3 გექტრიანი და 7 გექტრიანი ვერასოდეს ვერ იქნება მაღალ პროდუქტიული და მაღალ ეფექტიანი. თუმცა ამ ადამიანს დღეს თუ ჩვენ აი იმ შეღავათების რეჟიმს ვეუბნებით რომ ვინახავთ თქვენთვის ამ მას არ აწყობს რომ ეს 3 გექტრიანი და 7 გექტრიანი ხვალე კოოპერაციაში ან კლასტერში ან ჰოლდინგში გაერთიანოს და დიდი იყოს. იმიტომ რომ უკვე სხვა გადასახადები და სხვა რეჟიმი მოუწევს, იგივე დამატებითი ღირებულება და სხვა, ხო? ამიტომ ერთი ხელით ვიძახით რომ მიწის კონსოლიდაცია საჭირო და პარცელაცია დავამთავროთ, მაგრამ მეორე ხელით ამის სტიმულირება არ არის. სტიმული პირიქით არის დანაწევრების, ხო? ესე იგი რეალურად გამოდის რომ ცვლილებების დრო გვაქვს და მე იმიტომ ვთქვი რომ მე შეღავათების და შკალების აწევა კი არ მინდა, არა ერთხელ და სამუდამოდ დავაწესოთ ის ნულოვანი 5%-იანი 7%-იანი კი ახლა თქვენ აზიური ვებხვები ახსენეთ, რატომ მიიღეს მან ეს სასტარტო ასე თქვათ განვითარების შესაძლებლობა? იმიტომ რომ მოიფიქრეს მოხერხებული და მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა. მოკლედ ამ საგადასახადო სისტემამ თავისი ჩემის აზრით ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ცვლილებების დროა. დიდი მადლობა ბატონ გიორგის. გაიხარეთ.